ეხლა არ თქვათ რომ მეგრელმა თაშმიჯაბის კეთება არ იცის. თუ ოდესმე გიფიქრია რა ხდება, როცა იდეალურად შემწვარი ღორის ხორცი ხვდება იდეალურ თაშმიჯაბს, დღეს ამ ყველაფერს ნახავ აუცილებლად. და ლაიქე, გამოიწერეთ და დავიწყოთ. ასევე დავძენ იმას რომ და გაითვალისწინეთ რომ ეს კერძი არ არის დიეტური და უკვე ვიწყებთ. დღევანდელი ჩვენი კერძისთვის და აი ამ ორიგინალური კერძისთვის და ამ უცხო კერძისთვის, რომელიც მე თვითონ დავაკავშირე ერთმანეთს და მე თქვენ აზრებსაც გავითვალისწინებ და მოვისმენ, აი ამ კერძისთვის დაგჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. ესენია: ღორის ხორცი, უმზეულს ოჯახიანის ნაწილი, დაფქული ნიორი, სტეიკის სუნელი, სპეციალურად სტეიკის სუნელი მაქვს, მარილი, ეს ყველაფერი დასამარინადებლად, ასევე თაშმიჯაბისთვის დაგჭირდება ეს არის კარტოფილი, სულგუნი, რძე, ცოტა კარაქი, სულო, გულო და დავიწყოთ. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, დავჭრით კუბიკებად კარტოფილს, წყალი მიდგას, ნელ-ნელა უკვე წყალთან ერთად დუღილს დაიწყებს კარტოფილიც. დროულად რომ მოიხარშოს და დიდი დრო რო არ წაგვართვას, ამიტომ აი ესე კუბიკებად დავჭრი და მერე ყველთან ერთად ჩავზილავ, ჩავსრიცავ, როგორც ითქვიან და მინდა რომ გავაკეთო გემრიელი თაშმიჯაბი, მინდა რომ გამომივიდეს და სვანებს არ გაწყენინო. რათა შორის მე ერთხელ გავაკეთე ეს კერძი და გემოზე კარგი იყო. ნაჩნე ვის როგორ მოეწონა, მაგრამ გემოზე კარგი იყო. ღორის ხორცი ცოტა დავბეგოთ და მოვიყვანოთ ცოტა დარბილებულ მდგომარეობაში. ის დამჭირდება ცელოფანი, დამჭირდება პარკი სამზარეულოსი. მადლობა მეგობარო. აქ რომ შენ ყოფილიყავი და შენი რეკლამა გამეკეთებინა, ძალიან კარგი იქნებოდა და გაითვალისწინეთ. აი ესე გადავახვევთ ხორცს, ღორის ხორცს და ცოტა დავბეგვავთ, სერთ ცოტათი. და დავარბილოთ. აი ესე. ეს ხორცი კანიანად უნდა შევწვა მე. შენიშნა მომცეს ერთ კანზე და აუცილებლად კანსაც მივაყოლებთ, დავჭრი ნაჭრებად და დავამარინადებ. ასე ნაჭრებად. და ხორცს დავამარინადებთ, მოვაყრით სტეიკის სუნელია, სპეციალური შეზავებული, ძალიან მომეწონა მე. ჩემმა უახლოესმა ადამიანმა ევროპიდან ჩამომიტანა, მადლობა თამარ. აი ესე მოვაყაროთ, ცოტა ბლომად. დაფქული ნიორიც მოვაყაროთ. და მოვასხათ თეთრი ღვინო, რომელიც უხდება ღორის ხორცს. მოვაყრით აუცილებლად ჩვენებურად მარილსაც. რამოდენიმე გასროლა დასჭირდება, 1, 4, 5. აჰა. იგენაც. აბატო. და აი ესე დავტოვოთ. დაახლოებით 1-5-10 წუთი. მანამდე დავჭრათ ხახვი, რომელიც ბოლოს დაგჭირდება მერე დამარინადებული ხახვი, იმის ღორის ცხიმში, ღორის ხორცის ცხიმში შემწვარი სერვირებისას მერე მისაყოლებლად. გავიმარჯოს, აქაც შენი რეკლამა და ყოფილიყო, უფრო მაგარი იქნებოდა. ღორის ხორცს მოდი უხდება ძალიან. ტაფაზე მოვათავსოთ ცოტა კარაქი და აუცილებლად ცოტა ზეთიც. ზეთიც აქ გვაქვს.
აი როგორი ხმები და ამასობაში ჩვენ კიდე გავხეხოთ სულგუნი იმისთვის თაშმიჯაბისთვის ძალიან მიყვარს ეს თაშმიჯაბი მოკითხვა სვანეთს ჩემგან ერთ კაი მეგრულ კერძს გავს ოღონდ ის ჭადის ხვილით კეთდება სახელდაგვარს არ დავასახელებ ეს კიდე კარტოფილით ეხლა რამდენად სვანეთში ეს კარტოფილი მოყვანილი არავინ არ იცის მაგრამ სული და გული ჩავახსოვოთ მთავარი ეგ არის ნახოთ ერთი აბა როგორ დიდ ოჯახად იქცევა შემწვარი ღორის ხოცი თაშმიჯაბთან ერთად თქვენ რა გაგიკეთებიათ აბა ეგეთი უცნაური დამიწერეთ კომენტარებში შეგვიძლია რა თუ არ ეტევა ეტევა რატო არ ეტევა ვინ თქვა რა ეტევა აქეთ რომ ეს ეყოლ თუ რატო მაგითო გინდოდა ჩემო მეგობარო ეტევა ყველაფერს აიტანს შენ ჭამა თუ გინდა ყველის ეგ თქვი ოჰო შეხე რა გულში ცოტა ღვინო მოუხდება ამას მე აქ სანამ ხოცი შეიწვება წყალს გამოუწურავ ეხლა მე კარტოფილს და დავაკეთებ თაშმიჯაბს ეხლა დავამატოთ ყველი ჩვენი სულგუნი დავამატოთ და დაიწყებს იმ ეფექტს რომელიც საჭიროა რასაც გაწელვა ქვია აბათ ეხლა არ თქვათ რომ მეგრელმა თაშმიჯაბის კეთება არ იცის აქეთ ჩვენი ხოცით შეიწვა გადმოვიღოთ დროებით დავდოთ აქ და აი ამ ცხიმში შევწვათ ხახვი ღორის ხოცი თაშმიჯაბთან ერთად კარამელიზებულ ხახვთან ერთად მზად აგვაქვს აბა გავსინჯოთ აბა როგორია თან ცივილოდიც გვაქვს აი ერთად მინდა ეს ბატონ თქვენ გაგიმარჯოთ ჩემო ძვირფასებო თქვენ გაიხარეთ ჩემო ძვირფასებო დიდი მადლობა ყველას ყველას დიდი მადლობა წინასწარ რა იმიტომ რომ ვიცი ბევრი დაალაიქებთ ვიცი ბევრ კომენტარს დაწერთ ვიცი გამომიწერთ თქვენ კიდე სხვას გამოაწერიებთ და თქვენ გაგიმარჯოთ აბა თქვენ იცით დაალაიქეთ გამომიწერეთ და მიყვარხართ